მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახოთ ჩვენ პროგნოზი იანვრის. ხო, ახალი წელი, ახალი, ყველაფერი ახალი. ვნახოთ. მომამზადე რამდენიმე დასტა, ჩვენ როგორც ყოველთვის ვიცით, ხო, ჩვენ თავარ ენერგიებს ვუყურებთ, რა თქმა უნდა, სამივე სფეროზე, ხო? ანუ სამსახური, კარიერა, ბიზნესი, სწავლა ვის რეზონირდება, ვნახოთ ფინანსები და ურთიერთობა და ვნახოთ კიდე დღეს ის სურვილი, რომელსაც თქვენ ჩაიფიქრებთ, თუ შეგისრულდებათ. შეიძლება ზოგს ახლა თქვათ, ისეთი სურვილი გაქვთ, რომელიც თქვათ დროს სჭირდება. არა აქვს მნიშვნელობა, აი მნიშვნელოვანი თქვენი სურვილი თუ საერთოდ ასრულდება. ვნახოთ მერე აქ. თავიდან ვნახოთ, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, რომ იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი გაშლა. პრინციპში, ვინც სულ ჩემთან არის, ახლა უეჭველი იქნება თქვენი გაშლა. ვინც ახალია, ნახეთ, თუ რეზონირდებათ. კი ბატონო. ნახოთ, რას გვაჩვენებს ტარო დღეს. ეს იქნება სიგნიფიკაცია. ანუ ეხლა რა ენერგიებში ხართ, რომ იცოდეთ, რომ თქვენი ეს გაშლა. შემდეგ, რა თქმა უნდა, ვნახოთ ჩვენ რა ენერგიებში იქნება თვითონ იანვარი. ანუ მთავარი მოვლენები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ის ვნახოთ. იანვრის დღე. რას მოგვიტანს ჩვენ საქმიანობაში. აი ასე დავარკვათ, ხო? ჩვენი საქმეს. რას გვაჩვენებს ჩვენ ტარო? ნახოთ. კარიერაში, ხო? საქმე. ფინანსები, ნახოთ. ой, რა როგორ ჩქარობს თქვენთან ფინანსები, ნახეთ. როგორ ჩქარობს. ნახოთ ჩვენ ახლა. დღეს რაღაც ბოლოდან მოდიან. მაპატიეთ კიდე ჯერ ბოლომდე არ გამოვსულ ვარ მდგომარეობიდან. მაგრამ არ მინდა დაგტოვოთ თქვენ გაშლების გარეშე და ამიტომ მაპატიეთ თუ დამახველა და ფრთხილად იყავით. ყველას გისურვებ ჯანმრთელობას, იმიტომ რაღაც ესეთი ვირუსებია, რომ და გისურვებ ყველას ჯანმრთელობას, ურთიერთობას ვნახოთ. და რა თქმა უნდა, ჩვენ აბა ჩაიფიქრეთ. ანუ შეიძლება იცით თქვენი მთავარი სურვილი. ვაი. ამომიგდო ვაიმე. ნახეთ აქ საიდან მოვიდა. გვეუბნება ასრულდება. ეს სხვა დასტის იყოს აქა. რანაირად მოვხდეს შენ ახლა აქ და ზიხარ. ველოდები ჩვენ, ხო? როდეს იმუშაოთ ამ დასტაზე. აბა, ჩაიფიქრეთ. დავიწყოთ ახლა ჩვენ. ეხლა ისთვის იქნება ეს გაშლა. აქ არის რაღაც სხვათა შორის ძალიან მაგარ ენერგიებში ხართ. პრინციპში ვიღაცა გამოჯამრთელდა სხვათა შორის. ეგ მოდის პირველი რატომღაც ინფორმაცია. ხმალების მეფე ხშირად აჩვენებს საერთოდ სხვათა შორის ექიმსაც. შეიძლება ოპერაცია ქონდა ვიღაცაზე ძალიან წარმატებით ჩაიარა. შეიძლება რაღაცა ძალიან მაგარი ამბავი გაიგეთ, თქვათ სასამართლოს თაობაზე, ხო, თქვათ მოგებული ხართ და უშოთ კარგი ადვოკატი ყავდათ და მოიგეთ. შეიძლება თქვენი სიტუაცია, რომელიც თქვათ ეხებოდა თქვენს პარტნიორს, ესეც კარგად გადაიჭრა, ასე ვთქვათ, ხო? აქ შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვენთვის, რაც კი იყო, აი დაასრულეთ, თქვა და კმაყოფილი ხარ, ძალიან აი გამარჯვებული ვარ, მე ვარ კმაყოფილი იმით, თქვათ, როგორც, სიტყვაზე ჩაიარა
ის წელი, ხო? ნუ რაღაცა შეიძლება მივაღწია რაღაცა მნიშვნელოვანს. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი ზეიმობს გამარჯვებას. ეხლა უკვე რა დარგში თქვენ თვითონ ნახეთ, იმიტომ რომ რაღაცა სიტუაცია გადაწყდა. შეიძლება ზოგმა თქვათ მიიღო წინადადება მამაკაცისგან და თქვათ აი გავიმარჯვე, თქვათ ვთხოვდები სიტყვაზე, ვიძახნო ეს გათხოვებას არ აჩვენებს, მაგრამ ნუ რაღაც სიხარულია, ხო? რაღაცა ძალიან გაგეხარდა, რაღაც წარმატება. ანუ აქ როგორი ენერგია იცით ადამიანის, რომელმაც აი თქვა, აი მე ეს გავაკეთე, მე ეს ვქენი. აი ეგეთი რაღაც არის. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ მომენტში, შეიძლება სწავლა დაამთავრეთ, ან დაუშვათ ბირიკი თქვენ ოცნებობდეთ რაღაცაზე და დაიწყეთ იმის სწავლა, სიტყვას და კარგი მასწავლებელი შეხვდეთ, ხო? ან კარგი ექიმი შეხვდეთ თუ დაუშვათ ჯანმრთელობას ეხებოდა, ხო? აი ეგეთი რაღაც ძალიან, ნუ მნიშვნელოვანი რაღაცა არის და პრინციპში უკვე ხარ თქვენ ახალი რაღაც მოლოდინში რა, ანუ უკვე ახალს ველოდები რა, უკვე მზად ვარ იმისთვის, რომ აი შემოუშვა ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი კარგი. ნახოთ აბა იანვარი. ნუ აქ თუ დაუშვათ ვინმეს იანვარში ნახეთ ეგრევე რაც მოდის ინფორმაცია გეუბნებით. თუ დაუშვათ თქვენ გქონდათ გაუგებრობა თქვენს თქვა პარტნიორთან, შეიძლება მამასთან, ეს იმპერატორი შეიძლება გვაჩვენებდეს, თქვა ეხლა ვიღაცა უფროს ადამიანს, თქვა დაუშვათ თუნდაც ოჯახში. აქ ექნება შერიგება, საქმე. იმპერატორი აჩვენებს კიდევაც საქმეს, აი თქვა ძალიან მნიშვნელოვანს, ხო, სადაც თქვენ პროფესიონალი ხართ. და თუ დაუშვათ იყო ცოტა არეულობა დაალაგდება. შედეგს მოიტანს, კაიგეთ? ანუ თქვენ დაალაგებთ ამ ყველაფერს, თქვათ, რაც იყო გაუგებარი, ხო? შეიძლება თქვათ, გეგმები გქონდათ და ეხლა უკვე ალაგებთ ამას ყველაფერს პროფესიონალური თვალსაზრისით უყურებ. კიდე აქ შეიძლება თქვენში ვიღაცას სხვათაშორის წინადად რა ქვია მაგას წინსვლა და დაწინაურებას სხვათა შორის თუ ელოდებოდეთ მიიღებთ აუცილებლად, იმიტომ რომ აქ შეიძლება კიდე სხვათა შორის დაინახავენ თქვენში აი თითქოს ხელმძღვანელობის ნიჭს. ესეც არ არის გამორიცხული და რამეს შემოგთავაზებენ ძალიან საინტერესოს. პლუს კიდე აქ ესეთი ენერგია, რომ შეიძლება სამსახურით შემოგთავაზონ. აი თითქოს როგორი მომენტია, იცით, რომ აი რაზეც თქვენ ბრძოლობდით, ის აუცილებლად იქნება ძალიან თქვენთვის კარგი. ანუ მაგას თითქოს თქვენი ცოდნა, კიდე თქვენი პროფესიონალიზმი. ანუ თქვენ შეძლებთ დაალაგებას რაღაცა სიტუაციის კიდევაც, კაიგეთ? ნუ აქ ხა ენერგიები კარგია, ნახოთ ახლა ჩვენ რო არ ვივარაუდოთ ბევრი, რა დარგში ეს ენერგიები დაგვეხმარება. ნახოთ აბა, პირველი სამსახური კარიერი ჩვენი საქმიანობა. ნუ ახლა იანვარში ნახეთ, პრინციპში რაღაც ახალი იმპულსი კი იქნება. შეიძლება даже არ გამიკვირდება, რომ ის აი ნახეთ თქვენი პროფესიონალიზმი, ხო, თქვი რომ პროფესიონალიზმს თქვენსაც აი თითქოს გაიხსნება რაღაცა თქვენში, გაიგეთ რა ხდება? ანუ შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ, შევძლებ, არ შევძლებ, დავიწყო, არ დავიწყო რამე საქმიანობა, დავჭირდები თუ არ დავჭირდები ვინმეს. ნუ ეს არის თქვა დაუშვათ ახალი რაღაც აქ ხო არის რაღაც ახალი გზა, ახალი ეტაპი, ხო? და ამიტომ შეიძლება გქონდეთ ეს შინაგანი მერყეობა და ანუ როგორც პროფესიონალი ვარ არის ხოლმე ეგეთი რაღაცა ადამიანებს ჭირს ხოლმე და ამიტომ აი აქ თქვენ დაინახავთ რომ რამხელა აი რიგი დაგიდგებათ, შემიძლია გითხრათ, რიგი დაგიდგებათ თქვენთან რომ ანუ ადამიანებს ეს შეიძლება თქვათ ახალი სამსახური თუ დაუშვათ კლიენტებთან მუშაობ, ახალი კლიენტები წამოვა თქვენთან, ძალიან ბევრი, იმიტომ რომ აი даже რიგი დაგიდგებათ რა. ანუ ჩვენ ეს არის ორაკული, შემოსწავლებმა უკვე იციან რომ ორაკულს ჩვენ არ ვკითხულობთ ზუსტად თქვათ იმ მნიშვნელობით, რაც არის თქვათ კლასიკაში, ხო?
ამიტომ აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ თუ სამსახურის ძიებას დაიწყებთ, ძალიან მაგარ წინადადებას მიიღებთ. ხო გითხარით დაწინაურებაზე, შეიძლება დიდი ხანი ელოდებოდეთ თქვენ დაწინაურებას და ან მოიგეთ თქვათ ბევრის შორის თქვენ მოგივა თქვათ წინადადება და არჩევანი თქვენზე მოხდება. კითხვიან რომ აი შენ გჭირდები, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ახლა დიდი ხანი ელოდებოდეთ და აქ даже სურვილის ასრულებად შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ადამიანი თქვათ ელოდებოდა რაღაცას და კი ბატონო მიიღებთ ამასაც რა. ზოგი შეიძლება დაიწყებს მუშაობას, ანუ ონლაინ, თქვათ ინტერნეტში გახვალთ და საკმაოდ იქნებით სხვათა შორის კმაყოფილი, იმით რომ ანუ აქ მე არ შემიძლია თქვა რომ აი თქვენ ეხლა თქვათ ონლაინ გადიხარ და ზიხარ და ელოდებით კლიენტებს. არა, იმიტომ რომ აქ ესეთი არკანი არის, რომელიც გვაჩვენებს რომ პირიქით რაღაცა მოგივათ ეს ბიძგი, რომ მიდი შენ უკვე გელოდები ან შენ სჭირდები. აი ეგეთ რა ხდება, აი ეგეთი რამე არის აქ რა. შეიძლება ვიღაცა გადაწყვეტილებას მიიღებს დაუშვათ ახალი რამე მინდა შევისწავლო, თქვათ ინტერნეტ კურსებს აიღებ სიტყვაზე იმისთვის რომ თქვათ ახალი ვისწავლო, იმიტომ რომ აი დაუშვათ აქ რაღაცა შეიძლება სხვა შორის გაიღვიძოს თქვენში, ანუ აქ როგორი მომენტია, იცით, როცა მე რაღაცა მინდა ძალიან, მაგრამ აი აქ თქვათ აქ არის ერთგვარი მერყეობა, გამომივა თუ არა, იმიტომ რომ აქ ადამიანი ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანია და ანუ გამომივა მე ის რომ დაუშვათ ჩემი ცოდნა რომ გავცე, ხო? რამდენად როგორც პროფესიონალი ვივარგებ. აი ვარ კიდეს პროფესიონალი, აი რაღაცაა ცოტა თითქოს ეჭვი ეპარება ადამიანს თავისთავად, მაგრამ აი ზუსტად აქ იმდენი ადამიანები წამოვა თქვენთან, აი აქაც გვაჩვენებენ, რომ თქვენ მიხვდებით, რომ კი ნამდვილად მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ. მე ვამბობ ახლა ზოგადად. ხო მივხვდეთ რა. კიდე შეიძლება დაუშვათ ახლა თუ ელოდებოდით თქვენ დაუშვათ სამსახურს, დაწერილი ქონდათ განცხადება უკვე, აქაც აუცილებლად თქვენ მიიღებთ რაღაც შეტყობინებას, რომ მოვიდა თქვა თქვენი რიგი, რა ვიცი, თქვა გამოდეთ გასაუბრებ ასე სიტყვაზე და ანუ უკვე შეიძლება დიდი ხანი ელოდებოდეთ თქვენ რამეს თქვა სამსახურს ან წინადადებას სამსახურის თაობაზე და აუცილებლად თქვენ მიიღებთ შეიძლება даже სრულიად მოულოდნელად მიიღებს შეტყობინებას, რომ თქვენ აი დაუშვათ ახლა მობრძანდეთ, თქვენ გჭირდებით რა. აი ეგეთი რაღაც, ანუ ყოველ შემთხვევაში აქ კი, კი, აქ წინსვლა უფრო არის წინსვლა, კი. აქ ძალიან კმაყოფილი იქნებით თქვენ, კი. აი ეს დავიდას დამიდასტუროს, თუ მუშაობთ თქვენ დაუშვათ კლიენტებთან, ხალხი წამოვა თქვენთან, აქ მართლა რიგი დაგიდგებათ. კარგით, მოდით ვნახოთ ახლა ფინანსებზე აბა როგორი მოქმედებს ეგა. ყოველ შემთხვევაში უმუშევარი აი აქ არ უნდა იყოთ. არ უნდა იყო, даже იცით როგორი მოდეს ენერგია, რომ აი даже რაღაცნაირად რადგანაც აი თითქოს უკვე იმედგაცრუებული რომ იქნები და იტყვი რომ აი რა ვიცი მე რაღაცნაირად არც გამოვიდა არაფერი, რავი, ამდენი ხანი ველოდები, ყოველ წუთში ვამოწმებ თქვათ ახლა მაილს, რომ აი იქნება არ იქნება თქვათ რამე და უცბად მიიღებთ რაღაც შეტყობინებას. აი ეგეთი რაღაცაც არის რა. და ფინანსები. აქ არის რა ენერგიას მაჩვენებენ, იცით, რომ შეიძლება თქვენ ბევრი ხარჯი გქონდათ, აი ახლა თქვათ, დეკემბერში სიტყვაზე, ხო? და ანუ აქ როგორი მომენტი არის, იცით, როცა იცით რა არის, აი ახლა ნახეთ როგორი მომდის ახლა ინფორმაცია. ზოგჯერ არის ესეთი სიტუაცია, აქაც ხო გითხარით რაღაცას სწავლა, მაგრამ ეს მაინც არ მაძლევს ცოტა რაღაც მოსვენებას, რატო გეტყვით? როცა არის დრო, მოდის, რომ ჩვენი პირადი დანიშნულება გაიხსნას, ხო?
ყველანაირი, აი თქვათ ადამიანმა იცის რომ მე რაღაც აი აქ ხომ მიიღო რაღაცა თქვათ გადაწყვეტილება რომ всё მე რაღაცა უნდა თქვათ ვისწავლო, ხო? რაღაცა მინდა რომ მაგრამ მერე იწყება რა სიტუაციები, ნახეთ, აი ადამიანი უკვე всё მოვიდა დრო რომ უნდა დაადგეს თქვათ გზას თავისი პირადი დანიშნულების. всё. აი რაღაცა თქვათ ახლა ისწავლა რამე. მაგრამ ადამიანი მიდის და თქვათ ეწინააღმდეგება იმას. ну, მოდით ახლა პატარა მაგალითი თქვათ, ჩემი მოსწავლე სიტყვაზე, ხო? აი დავუშვით ახლა მოინდომა თქვათ ტარო ისწავლა, იცის ტარო ახლა თვითონ ერჩევს ადამიანებს, ახლა რა თქმა უნდა, ვინც უყურებს, ვისაც ჩუქნიან, ვისაც სურვილი უჩნდება და მაგრამ დაუშვათ ახლა მერყეობს. აი მე შემიძლია, მე გამომივა და ასე შემდეგ, ხო? მაგ შემთხვევაში ეს მე უბრალოდ მაგალითს გეუბნები და შეიძლება იყოს ნებისმიერ სამსახურში საქმიანობაზე, ვაფშე არ აქვს მნიშვნელობა რაზე, როცა უკვე დრო მოდის. და ადამიანი მერე მერყეობს რა, ფიქრობს რომ დაუშვათ ახლა დავიწყო მე ეს სწავლა, არ დავიწყო, მეყოფა ფული, არ მეყოფა, ცუდნად, ну ასე შემდეგ. ყველანაირად აი ეს ამან ცოტა დამაფიქრებინა. და ეს კიდე ყველანაირად სიტუაცია ისე იქმნება, გინდაც ფინანსებში, გინდაც სამსახურში, ურთიერთობაზეც იმოქმედებს, ანუ ერთდროულად რომ ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ყველაფერი მისთვის სასარგებლო. იმიტომ რომ თავიდან შეიძლება თქვენ დაუშვათ გაგანთავისუფლეს სამსახურიდან, თქვენ შეიძლება ნერვიულობთ, თქვათ, ახლა ფიქრობთ რომ რა ვქნა, როგორ ვიქნები, ფული ხომ მჭირდება, აქაც ჯერ არა ვარ მე ისე და აი ზუსტად ეს არის რომ მერე გავა პერიოდი და თქვენ მადლობელი იქნებით თქვენი თქვათ ხელმძღვანელის ან იმ სიტუაციის რომელმაც თქვენ მიგიყვანათ იმ დონემდე, იმიტომ რომ ну სხვანაირად ადამიანს არ ესმის, მარტო ტკივილებით შეგვიძლია ჩვენ რაღაცა შევცვალოთ ან ცხოვრებაში, ან სხვა ან ურთიერთობაში, ან გინდა ჯანმრთელობის თემებში. ამიტომ არის ეგეთი მომენტი. აი ეს იმიტომ აი აქ მაჩვენებენ რომ შენ უნდა ფული თუ გინდა, ну აი ატყუებ შენს თავს. ну ატყუებ, იმიტომ რომ დაგიმთავრდება ეს ფულები, გაიგე? და უკვე თუ დაიწყე, გადი ხო და გაიარე რა, დაიწყე უკვე ის რაც არის უკვე რა როგორ ძნობ, ну ახლა ზოგი თქვათ მხატვრობა შეიძლება უნდა სიმღერის თქვათ სცენაზე გასვლა უნდა, ну არ ვიცი რა, ხა მილიონ რაღაცა, ზოგი შეიძლება მკერავი უნდა იყოს, ამ დროს თქვათ, ახლა დღეს არის ბუღალტერი სიტყვაზე და ფიქრობს რა სისულელებზე ვფიქრობ, რატომ არა, ხო? ხო და ამიტომ გეუბნებით რომ აქ სამყარო უკვე შენ თვითონ თუ არ გესმის, შენზე ზრუნავს იმით რომ გიწყობს შენ სიტუაციას, რომ რჩები სიტყვაზე უფულოდ და უკვე ზიხარ და ფიქრობ რა გავაკეთო მე, რომ მქონდეს და უკვე მე სინჯავ ყველაფერს და მე უკვე კიდევაც აი მოგივიდეთ აქ ინსაიტი, ხო? უკვე ფიქრობთ რომ უკვე უნდა გავცემე ჩემი ცოდნა ადამიანებს, რომ უკვე მე ვჭირდები ადამიანებს, ხო? და ეს თქვენი მერყეობასაც წავა. იმიტომ რომ მოვლენ ადამიანები, ვისთვისაც თქვენ ხართ საჭირო. მიხვდით? აი ეს არის. იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს რომ აი მე კიდე რაღაც არ ვიცი, აი მე ზოგი ისა და ეგეთი რაღაცა შიშები და აი მიიღებთ კაი ნიშანს. კი ბატონო. აი მე როცა მიხვდებით, მე ნახავ თქვენ როგორ შეიცვლება თქვენი სიტუაცია და როგორ ნახეთ როგორი წინსვლა გექნებათ, როგორი ნაკადი წამოვა, როგორ გამარჯვებული იქნებით და როგორი კმაყოფილი იქნებით, რომ მე ახლა ტყუილა არ დამაფიქრებინა, საერთოდ მთვარე არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი არკანი, რომელიც აჩვენებს უშუალოდ აი ჩვენს პირად დანიშნულებას, ანუ ჩვენს გზას რა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა ზოგჯერ შიშები, აქ შეიძლება თქვა გქონდეთ რაღაცა პერიოდი რომელიც თქვათ ახლა ну გეშინია თქვათ ახლა ვაიმე ან ხარჯი თქვათ ბევრი მქონა ან დაუშვა და ფული თქვათ აღარა მაქვს და რაღაცა მაგრამ აი რაზეც გელაპარაკეთ თუ თქვენ აკეთებთ იმ საქმეს რომელიც არის რაზეც ვთქვით უკვე გექნება წინსვლა შეიცვლება სიტუაცია და იქნებით გამარჯვებული იმაზე მეც მიიღებთ ვიდრე თქვათ გქონდეთ თავარია თქვენს თავს ну მოატყუებთ კაიგეთ აირჩიეთ ის გზა, რომელიც არის თქვენთვის საჭირო.
ნუ გეშინიათ აქ, ნუ გეშინიათ თქვენ მაინც ნახავთ რამე გამოსავალს, ყველა ვარიანტში ნახავთ გამოსავალს, თქვათ იმ რთული სიტუაციიდან, თუნდაც რო იყოს. ნუ ახლა პრინციპში ეგ არ არის გასაკვირი, იანვარში ისედაც ახლა როცა ბევრი ხარჯი გაქვს სიტყვაზე, ხო? საჩუქრები შეიძლება იყიდეთ, თქვათ, ახლა ბევრი ფული დახარჯეთ, ხო, თქვათ, გააგზავნეთ ზოგი ვინც უგზავნის, კი არ არის აქაც ახლა, მაგრამ მაინც აუცილებლად თქვენი სიტუაცია შეიცვლება. შეიძლება დაუშვათ და საწყისში ცოტა ისე რა იყოს, მერე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ და გექნება, ანუ ესე იგი წამოვა ეგრევე, წამოვა თქვენსკენ ნაკადი. გაიგეთ? იმიტომ რომ აქაც შეიძლება დაუშვათ, თუ აი ახალ სამსახურზე ვიღაცა ხო მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება ცოტა იმერყეოთ, აი იმერყეობის თემა ისეთი იქნება, მაგრამ მიიღებ თუ არა სწორ გადაწყვეტილებას, ეგრევე წამოვა ნაკადი, ეგრევე შენ სამყარო გაღიარებს და გამარჯვებულს და რაღაცა ჯილდოს მოგცემს, ანუ ფულის სახეთ, რაღაცას მიიღებ. კი. აი რაც გითხარით, სამყარო მოგცემთ ჯილდოს. და აი მე ვთქვი და აქეთ ამის ზუსტად არო. და გაჯილდოებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ შენ ნამდვილად მიხვდები, რომ შენ სხვა გზა უნდა აერჩიო და ნუატყუებ უკვე შენს თავს. ვინც ეზოტერიკაში ხართ, უკვე всё დაადეგეთ ამ გზას და მიყევით და ნახავთ. და დიდი ანაზღაურება გექნება ძალიან. და აქ ურთიერთობა, ხო? ნახოთ ურთიერთობა. ურთიერთობიანვარში. ნუ აქ ნახეთ რა ხდება. აქ შეიძლება იყოს თუ დაუშვათ ანუ ეხლა ისეთი პერიოდი შეიძლება თქვათ ადამიანი დაუშვათ თქვენი პარტნიორი სადმე წასული არის სიტყვაზე დაუშვათ. აქ რა ხდება, იცით, აი აქ რა წამოვიდა ინფორმაცია, გამოვარდება იქიდან სადაც წავიდა სულელივით, გიჟივით, რომ უკვე აი აქ რას ხედავ, იცით, რომ თავ ბეციწყევლის რა ჯანდაბა მინდო და რას წავედი იქ სადაც წავედი რა. იმიტომ რომ აქ არის რა, აქ ურთიერთობის სხვათა შორის სრულიად მოულოდნელად შეიძლება ჩამოვიდეს თქვენი პარტნიორი, ან სრულიად მოულოდნელად გამოჩნდება, როცა უკვე აღარ ელოდებით დაუშვათ, ხო? შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ უკვე всё მორჩე. და ეს გამოჩნდება. შეიძლება კიდე როგორი მომენტი იყოს აქ, იცით, როცა დაუშვათ აი უცბად გადაიტანთ ურთიერთობა სხვა რაღაც ეტაპზე, აი სრულიად მოულოდნელად და ამას სხვათა შორის დაეხმარება რაღაცა სიტუაცია. გაიგეთ? იმიტომ რომ რაღაც ძალიან საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ აქ სუხმალებით ან ახლა კიდე შეიძლება რთული აი დაბრუნება ადამიანის იმ სიტუაციიდან, სადაც ვთქვათ, არ იყო თავისუფალი. მე არ ვიძახე ახლა სამკუთხედს, თქვათ, ახლა შეიძლება დაჭერილი იყო რამეზე, ხო, დაუშვათ დანაშაულზე. აი აქ შეიძლება ესეც იყოს. იმიტომ რომ აქაც ხო გითხარით, შეიძლება სასამართლო მოხდება და ნუ ვიღაცას ეს უნდა, იმიტომ რომ მე ვიცი მყავს ეგეთი ადამიანები, ვისაც ეს სიტუაცია ინტერესებს, შეიძლება უყურებს ახლა და აი მაგათის ეს არის ეს ინფორმაცია კიდე ნახოთ. მაგრამ ის რომ თქვენ რაღაცა აი პირველი რაც გითხარით, შეიძლება თუ სადმე წასული იქნება თქვენი პარტნიორი, ისე დაბრუნდება, იტყვის რომ შენ შემოგებლა, აღარ შემილია შენს გარეშე, მე ნამდვილად აღარ წავალსო მორჩა. კი ბატონო, ხო, всё. ანუ იქ სადაც იქნება, მიხვდება რომ შენს გარდა მე არავინ არ მინდა, რაღაცა ნუ მნიშვნელოვანი რაღაცები ხო ხედავთ აქ რაღაც რა არკანები მოდის. ანუ აქ ნამდვილად ეს ადამიანი მიხვდება რომ მხოლოდ კარგად გრძნობს შენთან, სხვათა შორის აი აქ განულება მოხდება. აქ რაღაცა შეიცვლება სიტუაცია, ნახეთ, თუ დაუშვათ, აი მანძილზე თუ არის ადამიანი დაუშვათ, ან სადმე წავა. აქ იქნება რაღაცნაირად აი ანალიზ გააკეთებს, თითქოს აი უცბად რაღაცა მოუვა მაგათ აზრად, რომ აი ხო, სიყვარულზე კი ბატონო. აი თითქოს მიხვდება რომ მე მინდა მასთან, მხოლოდ მასთან მოგრძნობ თავს კარგად, თავისუფლად, აი მშვენივრად, რაღაცნაირად აი შეიცვლება აქ.
ну ბედნიერა ხო? აი გეუბნები, აი თქვენი თასების მეფე დაიჭირეთ. ანუ ეგ არის ზუსტად რომ ეს მიხვდება ეს ადამიანი, რამდენად თქვენ მაგისის მნიშვნელოვანი ხართ რა. იმიტომ რომ შეიძლება აქ ადამიანი გეუბნებით, ან თვითონ თქვათ იფიქრებს ბევრს და მე უცბად მიხვდება, ну თუ დაუშვათ, ну ხო არის სიტუაციები ათასნაირი რა, დაუშვათ ხა წავიდა ადამიანი თქვათ იჩხუბეთ, ან მანძილზეა, ან რაღაცა და უცბად იქ სადაც არის მიხვდება რომ თქვენ მნიშვნელოვანი ხართ, იმიტომ გეუბნებით ხოლმე რომ ნუ დაიციკლებით ხოლმე, როცა პარტნიორს რაღაცა თქვათ დაემართა და წავიდა და თავისი იმაში რა ქვია, ხო გითხარით აქაც რომ თუ ნაჩხუბრები ხართ, შეგიგდებით, იმიტომ რომ არის რაღაცა შეიძლება სიტუაცია, რომ თქვათ თქვენ აი აქ ფიქრობთ რომ всё დავსვი წერტილი და წავიდა, გაიგეთ? და არა ეს რო წავა, იქ სადღაც წავა, იქ და ფიქრდება და მიხვდება რომ შენთან მინდა მე ვიყო, იმიტომ რომ შენ ხარ ის ადამიანი, სადაც მიისწრაფება ჩემი გული და აუცილებლად დაბრუნდება და ძალიან ძალიან კარგად იქნებით. ну ეს დაიჭირა და ეხლა სურვილი ასრულდება თქვენი სურვილი სხვათა შორის კი. იმიტომ რომ მაღალი არკანი პირველ რიგში თან ახლა ესე კი. აქ თქვენ ეთყობა ნახეთ ან როგორ ამაზად არის. ეთყობა თქვენ დიდი ხანი უკვე სთხოვდა მაღალი ძალები სხვათა შორის ძალიან შეისმინენ მაგ თქვენს სურვილს. იმიტომ ну მე ახლა არ დავიწყებ შეიძლება ის ჩაიფიქრეთ ეს უკვე თქვენ იცით, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ თქვენ აუცილებლად მიიღებთ იმ საჩუქარს თუ ეს ეხება თქვათ ფინანსებს კი ანუ მოდესო კაი დავანებოთ თავი უბრალოდ გეუბნებით კი 100% თქვენი სურვილი შესრულდება იმიტომ რომ ასე უნდა თქვენ ამას თხოვდით შეიძლება ზოგი ლოცულობდა შეიძლება ზოგი ჯამოწერა თავისი სურვილები ხო ანუ ჩვენ ვამბობთ ну მე არ მითქვა სულ ყველა 1.300.000 მეგეუბნეთ, აი მთავარი სურვილი თქვენი ხო, რომელიც არის ყველას გვაქვს ჩვენი მთავარი სურვილი, ხო? კი ბატონო, ეგაც არის ანუ შევისმინე, უფალმა შეისმინა თქვენი სთხოვნა. გაიგეთ? იმიტომ რომ უკვე всё, დრო მოვიდა იმისთვის, რომ ასრულდეს. რასაც მე თქვენ გისურვებ და მინდა რომ ნამდვილად ყველაფერი მასე იყოს, მაგრამ თუ დაიჯერებთ, კი ბატონო, იქნება თუ იმერყევებთ, მაშინ ნუ რა გითხრათ ჩემო სიხარულებო. всё, ამით დავამთავრებთ ჩვენ ახლა, ნახეთ, ძალიან საკმაოდ ნაყოფიერი იქნება იანვარი, იმის მიუხედავად, რომ ბევრი დასვენება იქნება. მაგრამ ნუ ზოგისთვის არ იქნება დასვენება, გააჩნია ვინც ad როგორ მუშაობს, მაგრამ მე მაინც გისურვებთ ყველას აბსოლუტურად სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.